14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი პირველი კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზში გამოფენას აწყობს. პარალელურად გაიმართება ილუსტრირებული კრებულის პრეზენტაცია, უნიკალური ფოტოები დღეს პირველად ქვეყნდება. დრამატული საზოგადოების მე-19 საუკუნეში შედგენილი გენეალოგიური ხე, პირველი ქართული პიესის იტალიური გრავიური სასლები და უნიკალური ფოტოები ქართული დამთვალიერებლისათვის რამდენიმე წუთში გაიხსნება. თიკა წერეთელი უფრო დეტალურად მოგვიყვება, როგორ აღენიშნება თეატრის დღე და ვინ დაინტერესდა დღევანდელი გამოფენით. თიკა, მოგესალმები და გისმენთ. მოგესალმები ნინო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სადაც 1850 წლის 14 იანვარს პირველი ქართული სპექტაკლი დაიდგა. სპექტაკლი დადგა გიორგი ერისთავმა, ეს გახლდათ გაყრაში მთავარ როლს, ერთ-ერთ როლს თვითონ გიორგი ერისთავი თამაშობდა. ეს იყო იმ დროისთვის პირველი და ერთადერთი პროფესიული თეატრი და სწორედ გიორგი ერისთავის 200 წლის იუბილესთან და თეატრის დღესთან დაკავშირებით თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა გამოსცა ილუსტრირებული ალბომი, რომელიც ასახავს თეატრის ისტორიას. ეს არის პირველიც და გაგვეკეთებინა ქართული თეატრის ილუსტრირებული ისტორია, ძირითადად არის ილუსტრაციები იმისათვის, რომ ახალგაზრდობამ ძალიან კარგად გაიგოს. ეს იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერის და ჩვენი მუზეუმის თანამშრომლობის ბრწყინვალე შედეგი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ეს თეატრის საკმაოდ რთული ისტორია ძალიან გასაგებ ენაზე მოუყვეთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს. აქ აგრეთვე წარმოდგენილია 5 უნიკალური ფოტო. ეს 5 ფოტო მთლიანად ასახავს ქართული თეატრის ისტორიას. აგრეთვე ერთ-ერთი ფოტო, რომელიც განსაკუთრებით გამორჩეულია, ასახავს თეატრის მოღვაწეთა 1914 წლით დათარიღებულ პირველ ყრილობას, რომლის თავმჯდომარედ გახლდათ აკაკი წერეთელი. ეს გამოფენა ზუსტად 4 საათზე გაიხსნება და აქ უკვე მოსულია დამთვალიერებელთა ნაწილი. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ეს იყო თიკა